ვაგრძელებთ ეს ქველმონაცემთა ბაზების შესწავლას Harvard-ის პროგრამის გამოყენებით და დღეს უნდა განვიხილოთ ER დიაგრამები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, entity relationship დიაგრამები. კიდევ უფრო სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მონაცემთა ბაზაში არსებული ერთეულებს შორის კავშირების აღმწერი დიაგრამები. კიდევ უფრო სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მონაცემთა ბაზის ცხრილებს შორის კავშირების აღმწერი ერთეულები. მოდით ახლა ვნახოთ, რა არის ER დიაგრამა. პირველ რიგში გაგახსენებთ წინა გაკვეთილზე განხილულ მასალას, სადაც ვთქვით, რომ შეიძლება არსებობდეს ცხრილებს შორის კავშირები და ამ კავშირებს რაღაცა სახელები მოუფიქრეთ შინაარსობრივი, მაგალითად one to one, ანუ ერთი ერთთან კავშირი, one to many, ერთი ბევრთან, many to many, ბევრი ბევრთან. და გაგახსენებთ ესეთ მაგალითს, თუ მაგალითად კონკრეტული წიგნი შეიძლება უკავშირდებოდეს კონკრეტულ მაგალითად გამომცემელს, ეს შეიძლება იყოს one to one კავშირი და თუ ვთქვათ მხოლოდ ერთი წიგნი, კონკრეტულად რომელიმე ერთი წიგნი მხოლოდ ერთი პაბლიშერის დაწერილია და ყველა წიგნს თავისი ცალ-ცალკე პაბლიშერები აქვს და არ მეორდება პაბლიშერები, მაშინ მივიღებთ რომ ერთი ერთთან კავშირი აქვს. ერთ წიგნს ერთ პაბლიშერთან აქვს კავშირი, ერთ გამომცემელთან. One to many რას ნიშნავს? ნიშნავს იმას, რომ მაგალითად ერთ წიგნს შეიძლება ჰყავდეს რამდენიმე ავტორი, ან ერთ წიგნს შეიძლება ჰყავდეს რამდენიმე ტრანსლეიტორი, მთარგმნელი. ხო? ანუ ესეც არის ერთ-ერთი კავშირის ფორმა და მას ქვია ერთი ბევრთან კავშირი. და ასევე ვისაუბრეთ many to many, ანუ ბევრი ბევრთან კავშირზე, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ბევრ წიგნს შეიძლება ჰყავდეს ბევრი ავტორები. და ამაზეც დეტალურად განვიხილეთ, თუ არ გინახავთ ეს გაკვეთილი, აუცილებლად გადადით და ნახეთ წინა გაკვეთილი. მშვენიერი. ახლა შეგვიძლია გავაგრძელოთ ჩვენი სლაიდი და როგორც გითხარით, ამ გაკვეთილში უნდა განვიხილოთ entity relationship diagrams. ანუ მონაცემთა ცხრილებს შორის კავშირების აღმწერი, ანუ რო გვაჩვენებს, აგვიღწერს კავშირებს, აი ასეთი დიაგრამა უნდა ვნახოთ და უნდა ვისწავლოთ ასეთი დიაგრამის წაკითხვა. შემოკლებით ER დიაგრამებსაც ეძახიან. მოდით შევხედოთ ამ დიაგრამას. ერთი შეხედვით გასაგებია რაზეა საუბარი, ცხრილების სახელები წერია, თუმცა შემდეგ უკვე კარგად თუ დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ რაღაც უცნაური სიმბოლოები გამოყენებული, მაგალითად აი აქ რაღაცა ყვავის ფეხებივით 3 ეს არის შეერთება არის, მერე ხაზია, აქ 2 ცალი ხაზია, აქ 1 ცალი ხაზია და მერე ეს ყვავის ფეხებია ისევ. აქ მაგალითად წრეა და შემდეგ ეს ფეხები ისევ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ნახეთ, სულ რომ არ ვიცოდეთ თითოეული ეს სიმბოლოები რას ნიშნავს, ამის მიუხედავად ჩვენ შეგვიძლია ეს ერთი შეხედვით მივხვდეთ დაახლოებით რა ხდება. მაგალითად ნახეთ ავტორმა და ნახეთ აი ბილიკია ნაჩვენები, გზა არის ნაჩვენები, ავტორმა დაწერა, wrote წერია, ხო, აქ მზმნა. ავტორმა დაწერა რა? წიგნი. აი ესეთი კავშირია აქ დადგენილი. ან მაგალითად publisher-მა, გამომცემელმა published გამოსცა რა? წიგნი, ხო? კი ბატონო. ან მაგალითად თარგმნელმა გადათარგმნა წიგნი. მაგრამ აი ამ შემთხვევაში წიგნს has აქვს rating, ხო? აი ეს დაწერა, გამოსცა, გადათარგმნა აქვს. ეს ასე ვთქვათ, რაღაც ტიპის კავშირებია და ამ კავშირებს ახლა ამ კავშირების ფორმალურ ნაწილს ახლა გავივლით და ვნახავთ თითოეულს რა ქვია და როგორ უბრალოდ აქამდე ვიცოდით ისაც რა ერქვა one to one, one to many, many to many, მაგრამ ახლა აი ამ ჯოხებისა და სიმბოლოებისა და წრეების გამოყენებით როგორ გამოისახება ეს ყველაფერი ამ დიაგრამაზე და რას ნიშნავს, ამას ვისწავლით. ნახეთ, თუ შეგხვდა სადმე წრე, აი როგორც აი აქ გვხვდებოდა, აი ასეთი წრე, ან აი ასეთი წრე, ეს ნიშნავს zeros, nulls, ანუ ნული კავშირი აქვს. რას ნიშნავს ნული კავშირი აქვს? აი აქ
წიგნს შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეს რეიტინგი ნული კავშირის შემთხვევაში. ან მაგალითად კონკრეტულად რომელიმე წიგნს საერთოდ შეიძლება არ ჰყავდეს თარგმნელი. იმიტომ რომ არ გადათარგმნილა, ხო? მშვენიერი. ნახეთ შევხედოთ აი როდესაც აქ ერთი ჯოხი არის დახატული, ამ შემთხვევაში ეს ნიშნავს რომ ერთი კავშირია. როცა ვამბობთ ერთი-ერთთან, აი ერთი კავშირი როგორც მინიმუმ არის. აი აქ როგორც ხედავთ, აი ერთიც არის გამოყენებული და მე აი ეს ყვავის ფეხები ნიშნავს ბევრს, ხო? და მე ბევრიც არის გამოყენებული. რაც ნიშნავს რომ მინიმუმ ერთი ან შეიძლება მეტი ასე ვთქვათ, კავშირი არსებობდეს გამომცემელსა და წიგნს შორის. აი აქ ნახეთ, აი ეს ტრანსლეიტორი რას ნიშნავს, რომ ტრანსლეიტორს რომ აი წრე აქვს და მერე ფეხები რას ნიშნავს? რომ კონკრეტულ წიგნს აი აქედან თუ გავყვებით ამ კავშირს, ხო? მარცხნიდან მარჯვნივ. ამ შემთხვევაში კონკრეტ ესე შეგვიძლია წავიკითხოთ აი ეს ბილიკი. აი ამ წიგნს შეიძლება ყავდეს 0 ან ბევრი ტრანსლეიტორი. აი ამ წიგნს შეიძლება ჰქონდეს 0 ან ბევრი რეიტინგი. აი ამ ისევ წიგნს შეიძლება ჰყავდეს ერთი ან მეტი ავტორი. აი ესე შეგვიძლია ეს ყველაფერი წავიკითხოთ, მაგრამ კიდევ ასე ვთქვათ, შევხედოთ 0, აი ეს სადმე თუ შეგხვდებათ წრე, ეს ნიშნავს 0-ს, თუ შეგხვდებათ ჯოხი, ეს ნიშნავს 1-ს, თუ შეგხვდებათ ფეხები, ეს ნიშნავს ბევრს. მოდით ახლა ვნახოთ კონკრეტული, ასე ვთქვათ, კავშირების მაგალითები ვნახოთ. ეს არის ისეთი მაგალითი, როდესაც ერთმა ავტორმა დაწერა ერთი ცალი წიგნი, შესაბამისად ერთ ავტორს აქვს ერთი ცალი წიგნი. ერთმა ავტორმა დაწერა ერთი ცალი წიგნი და ამიტომ წიგნის მხარეს არის აი ესეთი ჯოხი, ერთი ცალი წიგნი. ანუ ასეთი კავშირია წიგნსა და ავტორს შორის. აი ეს უკვე ნიშნავს, რომ ერთმა ავტორმა ერთი ცალი წიგნი დაწერა, ანუ ის კავშირი ისევ არის, როგორც იყო, მაგრამ ასევე უკუღმა კავშირიც გაჩნდა. ერთ წიგნს ერთი ავტორი აქვს. აი ეს ნიშნავს ამას. და ეს გამოვიდა საბოლოოდ ერთი-ერთთან კავშირი. მაგრამ თუ აი ასეთ ფეხებს დავამატებთ, ამ შემთხვევაში გამოდის, რომ ერთ ავტორს შეიძლება ჰქონდეს ერთი ან ბევრი წიგნი და ერთ წიგნს შეიძლება ჰყავდეს ერთი ან ბევრი ავტორი. ახლა თავიდან რო შევხედოთ ისევ ამ დიაგრამას, უკვე გაცილებით მარტივად მოვახერხებთ, რომ გავარკვიოთ რა ხდება ამ დიაგრამაზე, მივხვდეთ სინამდვილეში რა და როგორ არის და ასე ვთქვათ, ჩვენთვის ჩინურივით უკვე აღარ გამოიყურება ეს ყველაფერი. შესაბამისად, აი ამ entity დიაგრამების გარჩევა ერთ-ერთი ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი საკითხია. შეიძლება ეხლა თავიდან არ მიაქციოთ ესეთი ყურადღება, მაგრამ რაც დრო გავა, სულ უფრო შეიძლება გართულდეს იმ მონაცემთა ბაზების სტრუქტურა, რომელთანაც შეხება გექნებათ და თუ გართულდება, უბრალოდ აი ესე ტერმინალში გახსნა და SQL ქვერებით დანახვა მთელი სტრუქტურის ძალიან გაგიჭირდებათ უბრალოდ რაღაც ინფორმაციის ამოღება პირდაპირ SQLite მონაცემთა ბაზიდან ან ნებისმიერ მონაცემთა ბაზიდან. თუ აი ასეთ რაღაცა დიაგრამებს არ შეხედავთ, ძალიან გაგიჭირდებათ წარმოიდგინოთ თქვენს თავში რა კავშირია კონკრეტულ ცხრილებს შორის. ან თქვენ თვითონაც ახალ ცხრილებს, ახალ მონაცემთა ბაზის დიზაინს როცა აკეთებთ, ხო? ასეთ სიტუაციაში აი ეს entity relationship დიაგრამები ძალიან გამოსადეგი რამეა და ბევრნაირი იარაღები არსებობს თუ როგორ შეიძლება შევქმნათ ასეთი entity relationship დიაგრამები. ერთ-ერთი იარაღს მეც გაჩვენებთ თქვენთვის მოამზადე და შემდეგ გაკვეთილებში გვექნება აპლიკაციის სახითაა, რომელიც ჩვენ რასაც გამოვიყენებთ იმ მონაცემთა ბაზების ვიზუალურად კარგად ლამაზად გვაჩვენებს იმ მონაცემთა ბაზების entity დიაგრამას. მაგრამ ამის გარდა ასევე შესაძლებელია ბევრი მზა იარაღის გამოყენება და ამების შესახებაც უკვე კომენტარებში და აღწერაში
რამდენიმე იარაღს მაინც დავლინკავ, რომ თქვენ შეძლოთ ასეთი დიაგრამების გაკეთება. დიაგრამების გაკეთება არ არის აუცილებელი იმისათვის, რომ მონაცემთა ბაზების გამოყენება ისწავლოთ და დიაგრამების აწყობაში, ახლა უმეტესი მონაცემთა ბაზა შეიძლება ისეთი იყოს, რომ თავისითაც აწყობდეს დიაგრამებს, ან რაღაც მარტივ იარაღს აიღებთ და ის თავის დაგიწყობთ დიაგრამას. ეს არ არის ამოსავალი წერტილი, მაგრამ უბრალოდ უნდა შეგეძლოთ, რომ რაღაცნაირად დაინახოთ და შეხედოთ და გაიაზროთ დიდი სურათი რა არის. მშვენიერი. ესე ჩვენი entity relationship დიაგრამები უკვე შევხვდებით შემდეგ გაკვეთილზე, სადაც უკვე ცხრილებს შორის კავშირები უკვე რეალურად უნდა დავინახოთ კონკრეტული ცხრილების მაგალითებზე და მერე უკვე ამ კავშირების გამოყენებაც უნდა ვისწავლოთ. შევხვდებით შემდეგ გაკვეთილში.